წინა ვიდეოში გავარჩიეთ კომბინატორიკა რანაირად უკავშირდება ორ წევრის ხარისხში აყვანას და მოდი უცებ შეგახსენებთ რაც ვთქვით, ვილაპარაკეთ რომ აი მაგალითად თუ მაქვს მე მესამე ხარისხში x + y, ეს იგივე რაც x + y ჯერ x + y ჯერ x + y და ეხლა რომ წარმოვიდგინო მაგალითად x y კვადრატიანი რამდენი წევრი მექნება, როგორ გავიგო. ეგ იგივე რომ მოვიფიქრო აი სამი ვიღაცა ადამიანი რომ მყავდეს და ერთ ხელში ეჭიროთ x და მეორეში y, რამდენი ვარიანტი მაქვს იმისა, რომ გამოვართვა ამათ მე 1x და 2y. ამის ვარიანტები არის რომ ან ამ ორს გამოვართვა y და ამას x, ან პირველს და მესამეს გამოვართვა y და მეორეს x, ან პირველს გამოვართვა x და დანარჩენ ორს y, ხო? ანუ სამი ვარიანტია სულ. და კომბინატორიკით თუ მივდგებით, ეს არის 3-დან 2-ის არჩევის რამდენი ვარიანტი მაქვს. ეგ არის და ეგ. ახლა მოდი გამოვიყენოთ პასკალის სამკუთხედი, რაც ძალიან საინტერესო არის ჩემი აზრით და ძალიან ლამაზად აიხსნება თუ რატომ არის კავშირში ეს ყველაფერი ერთმანეთთან. ახლა მოდი შევხედოთ, ესე იგი, ასეთ რაღაცას დავაკვირდეთ, რომ ეს არის ანუ როგორ უნდა მოდი ისევ x ჯერ y კვადრატიან წევრს მივადგეთ, აი ამ წევრს და ნახოთ რამდენი ვარიანტი მაქვს ამის და რატომ არის სამი ვარიანტი, რატომ ემთხვევა რომ სამი ვარიანტი. აი ეს ხაზები, აი ეს დონეები გავაიგივოთ ხარისხში აყვანასთან. ეს იყოს პირველი ხარისხი x + y-ის, ეს იყოს მეორე ხარისხი და ეს იყოს მესამე ხარისხი. ახლა ასეთ რამეს დავაკვირდეთ. ერთი გზა აქამდე მოსვლის არის რომ 1-დან დავიწყო და გადავიდე 1x-ზე, მე 1x-დან გადმოვიდე 2xy-ზე და 2xy-დან გადმოვიდე 3xy კვადრატზე. ახლა ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს რომ მე ჯერ პირველს გამოვართვი x-ი, შემდეგ მეორეს გამოვართვი უკვე y და მესამესაც გამოვართვი y. ან სხვაგვარად რომ ვთქვა, აქედან ავიღე x-ი, აქედან ავიღე y, აქედან ავიღე y, ანუ x y y მივედი 3 ნუ xy კვადრატიან წევრზე. ეს არის ერთი გზა არჩევის. მაგრამ კიდევ სხვა გზებიც არის. მაგალითად, შემიძლია წამოვიდე ჯერ ასე, მარჯვნივ, ანუ ავიღო ჯერ y, მერე ავიღო x-ი და მერე ავიღო y, ანუ ჯერ პირველს გამოვართვა y, მეორეს x და მესამეს y. ისე მოვალ xy კვადრატზე. მესამე ვარიანტი არის რომ უბრალოდ წამოვყვე y ავიღო და მერე ავიღო x-ი. ანუ პირველს და მეორეს გამოვართვა y-ები, პირველიდან და მეორედან y-ები ავიღო და მესამედან ავიღო x-ი. მაშინაც მოვალ xy კვადრატიან ვარიანტზე. მეორენაირად შემიძლია ასე შევხედო, რომ თუ წამოვედი ამ მიმართულებით, ან ასე შევხედოთ. 3xy კვადრატში როგორ შეიძლება მოხვდე? ან უნდა მოხვდე 1y კვადრატიდან, ან უნდა მოხვდე 2xy-დან. ახლა 1y კვადრატამდე მისვლის მარტო ერთი ვარიანტი არსებობს. უნდა ავიღო ესე დავიწყო ერთიანიდან და სულ მარჯვნივ ვიარო. მაგრამ 2xy-მდე არსებობს ორი ვარიანტი, ან ასე მივალ, ან ასე მივალ. და ამიტომ 3xy კვადრატამდე მისვლის ვარიანტები არის, აი აქ მისვლის ვარიანტების ჯამი, ანუ 2+1 და ეს არის 3. ანუ ძალიან ღრმა ფუნდამენტურ დონეზე არის დაკავშირებული პასკალის სამკუთხედი და კომბინატორიკა ბინომიალურ თეორემასთან და ზოგადად ორ წევრების ხარისხებში აყვანასთან და ძალიან საინტერესო არის ესეთ რაღაცებში ჩაღრმავება.